ადამიანებისთვის. და პირველ რიგში მინდა გითხრათ, როგორც ცნობილია წანისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატისთვის შეიქმნა ხარდამჭერთა კლუბი, აი კონკრეტულად ვინები არიან ეს ადამიანები და როგორ გითხრათ ორიოდე სიტყვით და მე მათაც რომ ჩავაგითხოთ. ამაზე თავად ისაუბრեմ, პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა Prime Times მასპინძლობისთვის, მოგესალმებით ყველას. Რა თქმა უნდა დეტალებზე და იმაზე თუ ვინ არიან ეს ადამიანები, რა мотивация აქვს იმის რომ მანდამაინც ასე ვთქვათ მე და მიჭი რომ ხარი და რა შეხედულებები აქვს ამ ასე ვთქვათ პროცესთან დაკავშირებით თავად მოგახსენებენ მე პირველ რიგში მინდა მადლობა უთხრა ამ ხალხს ახალგაზრდებს ვინც დღეს აქ ჩვენთან ერთად არიან ესენი არიან სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები და უკვე თავიანთ სიტყვაში თავად მოგახსენებენ თუ საიდან ვინ რას წარმოადგენდა რა მიზეზი აქვს თქვათ ქონდათ რა მიზეზი ქონდათ აი ამ ხარდამჭერი ორგანიზაციის შექმნისა მე გადავცემ სიტყვას თუმცა ის სანამ ეს ადამიანები წარმოგვიდგება თქვენ რო გითხრათ თქვენი წინასაარჩევნო კამპანიისთვის ამდენად დაგეხმარებიან ეს ადამიანები და თქვათ რას გეგმავთ მათთან ერთად რო გითხრათ ორი სიტყვით კი ბატონო ჩემთვის აზაგაბუნიასთვის სიტყვა კრწანისი მომდევნო თვენახევრის და არჩევნების შემდგომ პერიოდში იქნება ერთ-ერთი ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი სიტყვა რამდენადაც ჩემი ამოცანა გახლავთ რომ კრწანისის საზოგადოებას იმ მოქალაქეებს რომლებიც ცხოვრობენ კრწანისში ქონდეთ დაბალი ტარიფები კომუნალურ გადასახადებზე ყველაზე მეტი ახალგაზრდა იყოს დასაქმებული სწორედ კრწანისიდან ჩემი ასე ვთქვათ სპეციალური შეხედულების სისტემის ახალგაზრდების დასაქმების კონცეფციის მიხედვით კრწანისელებს ქონდეთ ხელმისაწვდომი ჯანდაცვა და კრწანისელები აღარ ცხოვრობდნენ ავარიულ სახლების პირობებში და მათ აღარ ქონდეთ პრობლემა რომელიც უკავშირდება სანიაღრო ქსელებს ამ პრობლემების დაძლევისთვის ამ საკითხების გადაჭრისთვის ამ ასე ვთქვათ დასახული მიზნების განხორციელებისთვის ჩემთვის თითოეული ადამიანის და განსაკუთრებით ახალგაზრდობის თანადგომა მით უმეტეს ასე ორგანიზაციულად არის განსაკუთრებული მნიშვნელობის ამიტომ მე მაძლევს იმედს ძალას და სტიმულს იმისა რომ მე შევძლებ ამ დასახული მიზნების ასე ვთქვათ განხორციელებას და გარდა სტიმულისა ეს ჩემთვის არის ვალდებულებაც აი ამ ახალგაზრდების ასე ვთქვათ ხარდაჭერა და მე მაქვს იმედი რომ მათთან დაკავშირებულ საკითხებს რომელიც პირველ რიგში სწორედ მათ დასაქმებას უკავშირდება იმ კანონპროექტის საშუალებით რომელიც გულისხმობს კვოტირების სისტემით ახალგაზრდებისათვის საჯარო და კერძო კომპანიებში სამუშაო ადგილების გამოყოფას ჩვენ მივახცევთ და გადავჭით კრწანისიდან დავიწყეთ ამ პრობლემების მოგვარებას ხო არ გადმოვსვა აქეთ მიკროფონებთან მარიამ გამარჯობათ ყველას მოგესალმებით ესე გითხრა სახელი და გვარი წარმოადგენ შეფაშე გამარჯობათ ყველას მოგესალმებით მარიამ ახარობლიძე ჩვენ აქ წარმოდგენილი ახალგაზრდები ვაყალიბებთ ზაზა გაბუნიას მხარდამჭერთა კლუბს კრწანისი რომელიც დაეხმარება მას მთელი საარჩევნო კამპანიის განმავლობაში რატომ ზაზა გაბუნია იმიტომ რომ ზაზა გაბუნია არის ერთადერთი პოლიტიკოსი რომელმაც თავის საარჩევნო პროგრამაში აქცენტი გააკეთა ახალგაზრდების დასაქმების ძალიან მნიშვნელოვან გზაზე ეს არის კვოტირების სისტემა რომელიც ავალდებულებს კერძო და საჯარო კომპანიებს ახალგაზრდების დასაქმებისათვის ადგილების გამოყოფას და ეს ჩვენთვის ახალგაზრდებისათვის თითოეულ ჩვენგანისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი. მინდა სიტყვა გადავცე ჩემს მეგობარს დიმას დიმამ ისე მე გადმოვიტანო ესე შენელი ფუნქცია შევიდოთ ძალიან დიდი მადლობა მარიამ პირველ რიგში მეც მოგესალმებით მე გახლავართ დიმიტრი ბლუაშვილი და დღეს ჩვენს მეგობრებთან ერთად აქ იმისთვის შევიკრიბეთ რომ ხარი დაუჭიროთ ზაზა გაბუნიას და ვიბრძოლოთ მისი გამარჯვებისთვის ნუ ყველაფერი დაიწყო სიმართლე გითხრათ იქიდან რომ გასულ წელს ჰქონდა იმის საშუალება გავცნობოდი ზაზას წიგნს სიმართლე გითხრათ ამ წიგნიდან მოვიკითხე უამრავი საინტერესო რამ და სწორედ ამიტომაც გამიჩნდა სურვილი წიგნის ავტორი გამიცნო უკვე და მასთან დავმეგობრებულიყავ ამის პარალელურად მე თვალს ვადევნებდი ზაზას აქტივობებს თბილისის საკრებულოში და ზაზა ყველას მოგეხსენებათ მართლა ძალიან აქტიური იყო გასული 2 წლის განმავლობაში რამაც მომცა იმის საფუძველი ვიყო დარწმუნებული რომ ზაზა ანალოგიურად ისეთივე აქტიური იქნება საქართველოს პარლამენტში
როგორც იყო თბილისის საკრებულოში. იზრუნებს ხალხის პრობლემებზე და შეეცდება ამ პრობლემების გადაჭრას. სწორედ ამიტომაც მე დიმიტრი ბლუაშვილი, ჩემს მეგობრებთან ერთად ხარს უჭერთ ზაზა გაბუნიას. ანალოგიურს მოგეწოდებთ თქვენც. დიდი მადლობა. ნუ ეხლა ასეთი სიტყვების მერე მე მადლობის ვიტყვი, არაფერი დამჩენია მართლაც. ძალიან საპატივცემულო და ანგარიშის გადაცემები კონკურენტები მიყავს პირადად მე წანისის ოლქში შესაბამისად საზოგადოების ყველა ფენის და განსაკუთრებით ისეთი ენერგიული ნაწილი ჩვენი საზოგადოების როგორც არის ახალგაზრდა მხარდაჭერა ჩემთვის იქნება გადამწყვეტი მნიშვნელობის საკითხები რომელსაც მე ვთავაზობ საზოგადოებას ეს იყო 4 პუნქტად როგორც უკვე მოგახსენეთ ეს ეხება პირველ რიგში ტარიფების საკითხს, ტარიფების სამართლიანად დაანგარიშების საკითხს, ის რომ წანისელებმა გადაიხადონ უფრო იაფი ტარიფები. მეორე და უმნიშვნელოვანესი საკითხი გახლავთ ის რომ ჯანდაცვა იყოს ხელმისაწვდომი ყველასთვის, ეს უკავშირდება ბავშვებს 0-დან 18 წლამდე, ყველა უმუშევარს, ყველა პენსიონერს, ყველა ვეტერანს და შესაძლებლობის მქონე პირს და მეორე ჯგუფში იმ ადამიანებს, რომელთაც თავადაც შეუძლია ჯანმრთელობის დაცვა, ესენი არიან დასაქმებულები, თვითდასაქმებულები და სტუდენტები. მესამე და უმნიშვნელოვანესი საკითხი, რომელიც პირდაპირ სიმბოლური არის ამ ხნის განმავლობაში სამწუხაროდ ამ გადაუჭრელი პრობლემების გამო წანისის ეს არის ავარიული სახლები, სანიაღრო ქსელების პრობლემა და ზოგადად ამორტიზებული სახლები. ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი წანისისა ცხოვრობს მესამე კატეგორიის ამორტიზირებული სახლების პირობებში, ანუ სიცოცხლისათვის საშიშ სახლებში და მეოთხე ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი, რაზეც ახალგაზრდებმა ისაუბრეს და ეს არის ჩემთვის გამოუწვევა ამ არჩევნებზე, არამხოლოდ საარჩევნო პერიოდში, რომ ახალგაზრდების დასაქმებისათვის წანისის ოლქი იქცეს ნიმუშად და ამის წინაპირობას, ამის ხმის საბავს და საფუძველს მე პირველ რიგში მაძლევს ის კანონპროექტი, რომელიც მე უკვე მზადა მაქვს და რომელიც უკავშირდება ახალგაზრდების დასაქმების სისტემას. კანონპროექტი, რომელსაც შეეხნენ ახალგაზრდები, რომელიც ავალდებულებს, ისევე როგორც მაგალითად გენდერულ საკითხებში ავალდებულებს გარკვეულ ორგანიზაციებს კვოტები გამოყოს ქალებისთვის, ასევე იქნება საჯარო და კერძო კომპანიებს ეს კანონი დაავალდებულებს გამოყოს გარკვეული კვოტა, მაგალითად 100 დასაქმების ადგილიდან 15 ან 20 ახალგაზრდებისთვის. ახალგაზრდა ახლა ბუნებრივია ამის ფორმულირება და იდენტიფიცირება სხვადასხვანაირად შეიძლება, ამიტომ ჩემი კანონპროექტის მიხედვით ახალგაზრდის იდენტიფიცირება ხდება ასაკის მიხედვით და არა სტუდენტის ბილეთის მიხედვით, ანუ 18-დან 30 წლამდე ახალგაზრდას გულისხმობთ, შესაბამისად კომპანიებს, რომელიც ასე ვთქვათ, საჯარო სივრცეში, ანუ სახელმწიფო დაწესებულებას წარმოადგენენ, ან კერძო კომპანიამ მნიშვნელობა არ აქვს მის პროფილს, ის ბიზნესის პროფილიც საქმიანობს თუ სხვა ტიპის, მას ექნება ვალდებულება იმისა, რომ დაასაქმოს, ანუ გამოყოს გარკვეული რაოდენობა ახალგაზრდების ამათთვის. და ბოლოს მინდა გითხრათ, რამდენი ადამიანი, რამდენი ახალგაზრდა არის გაერთიანებული აი მხარდამჭერთა კლუბში? ახალგაზრდები არიან გაცილებით მეტი, ვიდრე აქ არიან წარმოდგენილი და გასაგები მიზეზების გამო ახლა ზაფხულია, ბევრი სხვა ხელშემშლელი მიზეზია, ყველა აქ არ არის ბუნებრივია. ანუ აგვისტოს დასრულების თანამდებობად ახალგაზრდები ჩამოვლენ თბილისში, ჩვენი რიგები გაიზრდება და ამას რაც თავარია, იგრძნობს კრწანისელები, იმიტომ რომ ეს ახალგაზრდები არ აპირებენ მხოლოდ ჩემი საარჩევნო კამპანიის ფარგლებში მოქმედებდნენ. მათ ექნებათ საკუთარი გეგმაც, მათ შორის საზოგადოებასთან ურთიერთობის იქნებიან ძალიან საინტერესო, ასე ვთქვათ, ღონისძიებების განმახორციელებლები, მათ შორის ახალგაზრდული პროფილი ძალიან საინტერესო, მათ შორის ქართული პოლიტიკის ინოვაციურიც კი, ამას ყველანი ნახავთ, კრწანისელების და დანარჩენი ნაწილი ჩვენი საზოგადოების. რაც შეეხება რაოდენობას უნივერსიტეტების, აქ დაახლოებით 12 უნივერსიტეტის სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტია წარმოდგენილი და ვფიქრობთ მოვიცავით, ასე ვთქვათ, საქართველოს საუნივერსიტეტო სასწავლო სპექტრი და მე ძალიან მახარებს ეს რომ ასეთი ინტერესი აქვს ამ ასაკში უკვე ახალგაზრდებს ძალიან გაცნობიერებული, ჩამოყალიბებული სამოქალაქო პოზიცია აქვს პოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებით. მე მინდა ბოდიში გითხრათ აგვიანებისთვის, შემდგომ დამოუკიდებლობის გამო, მაგრამ ეს მე მესმის ჟურნალისტების არგუმენტი ვერ იქნება, ამიტომ ბოდიშს ვიხდი. ბილბორდი მასალაზე სხვას გულისხმობ. თავიდანვე საარჩევნო პროცესი, ამას მოგახსენებთ, თავიდანვე საარჩევნო პროცესი დაიწყო სასტატო პოზიციები იყო აბსოლუტურად არა სამართლიანი, არა თანასწორი, შესაბამისად ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელს და კანდიდატს ჰქონდა გაცილებით მეტი შესაძლებლობა იმისა, რომ ასე ვთქვათ, დაიწყო ერთგვარი მეტი შესაძლებლობები წანში საკუთარი საარჩევნო კამპანია. თუმცა ეს არ არის მთავარი არის ხალხის მხარდაჭერა, ის მობილიზებასაც ჩვენ ვეცდებით ამ საარჩევნო კამპანიის პროცესში და ეს არის საერთო საარჩევნო კამპანია, სხვა არაფერი. არც ასე ვთქვათ, კოალიციის მილიარდები თუ მილიარდერი ლიდერის ასე ვთქვათ ფაქტორი არის ჩვენთვის მთავარი და მეორე მხრივ არც ის რომ რომელიმე ადამიანი მართულ პარტიას წარმოადგენს. ჩვენ გვაქვს კონკრეტული მესიჯები, ჩვენ გვაქვს კონკრეტული ხედვები, ჩვენი პროგრამა არ დაწერილა კაბინეტებში, ის დაიწერა ხალხში, ხალხთან ერთად და ხალხისთვის, ამიტომ მე მაქვს იმედი, რომ კრწანისელები იქნებიან ამას კარგად გააცნობიერებენ და ხარს დაგვიჭერენ. არა მხოლოდ კრწანის შეთქმულებით. მადლობა დიდი.